კასპიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისხანის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივები ამბულატორიის ექიმ-სამედიცინო შემოწმების სანაცვლოდ თანხის აღებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულის შესახებ მოსახლეობამ სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან შეხვედრის დროს ისაუბრა. გარდა ამისა, ისინი მის კომპეტენციაზეც საუბრობენ და ექიმის შეცვლას ითხოვენ. მოსახლეობის მიერ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით თრიალეთი თავად მედიკოს დაუკავშირდა. სატელეფონო ინტერვიუში ნანა ბიჩელაშვილმა ბრალდება უარყო. სახალხო დამცველის თქმით კი შეისწავლიან. ორი კმაყოფილები ხერთ არ ვიცი მე, მაგრამ მე დიდი უკმაყოფილი ვარ ამ ნანა ექიმისა. ჩემი ქმარი მოიყვანა შარშანი ყუროდის ერთი წუთილიანა ისე გაგონილი მაგრამ კასპში ვიყავით, იმდენი ფული არ მქონდა და მე ვთხარი, მოდი შევიაროთ მეთქი, ძალიან ცუდად იყო და მოусმინა გასინჯა. გამოვედი იქ ნაცნობი იჯდა და გამომეკიდა ვარ 15 ლარი. ეს 15 ლარი იქნა. საფოლის ექიმი არისო და ექიმი ხო საფოლის ექიმი არისო და ისა ხალხს დააყენებს ვიღაცა ხალხს ეთქობა და გარდა თემურაზა ისეთი წამლები დაუწერა მე სასტრაფო რო გამოვიძახე სასტრაფო ექიმი ეს ვინ დაგიწერა ექიმის საკითხს მოვიდინე ექიმი გვინდა ძალიან რომ ისე კარგი ფულის აღების უფლება არ აქვს თანამდებობის შემოსავლით ჩვენ არავის არაფერს არ გხობთ თუ თვითონ რაღაცას დავიპოვებენ მადლობა შეუგლების და ჩვენ თვითონ არავის არაფერს არ გხობთ თუმცა გვაქვს ხელფასი და ხელფასზე ვმუშაობთ 100% ფასები ვართ აქტივებით ამ შემთხვევაში თუ თანხას ტოვებს თვითონ მოქალაქე რას შევებით თქვენ აი როგორც თქვენ თვითონ ტკბილი გვაქვს ძირითადად ერთი პლიტკა ერთი ის ყავა თორე კიდევ გეუბნებით ფულს არავინ ატოვებს ვის აქვს ფული მოხუცები მოდიან და რა ფული აქვს ეს აღეროცხება ხალხის ოფისში და არის არიან ისეთები რომლებიც ვერ ხედავენ სიკეთეს და რას გულისხმობთ სიკეთეში ვერ ხედავენ თანხის აღებასთან რა კავშირი აქვს რატომ გააჟღერეს ასეთი ინფორმაცია ვერ გეტყვით ხალბატონო იმიტომ რომ ხალხი არის მრავალნაირი და ყველას ახლა ვერ შეიძლება ყველა კმაყოფილი არ არის ჩვენს და აქედან იყოს გამომდინარე თორე არავის არაფერს არ გთხოვთ მოიყვანეთ და ისქენეთ ის რა მოვთხოვთ